გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედია მედიატორზე, პლატფორმაზე, რომელიც თქვენი მედიატორია მსოფლიო მედიასთან, რომელიც ცდილობს ახსნას, როგორ მუშაობს ის სამყარო, რომელიც გავლენის მქონეა არა მარტო გლობალურად, არამედ ქართულ ცნობიერებაზეც. მედია მედიატორი საკმაოდ შეჩერებული იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, თუმცა სოციალების უკვე მოძველებული საერთაშორისო რეგულაციების კონტექსტიდან გამომდინარე. რომ ვთქვათ, ამ 2 წელიწადში მსოფლიო ჟურნალისტიკამ დაიბრუნა ნდობა, ვერიფიკაცია, ვალიდაციის სტანდარტიო, ცხადია ის ასე არ არის, მაგრამ გლობალურ არენაზე ძალთა ცენტრების, ანუ პოლუსების მატებასთან ერთად გაჩნდა ახალი დღის წესრიგები, რომლებიც შესაბამისად ახალი ხმები გააჩინა, რომელთა უგულებელყოფა წინ დაუხედავობაა. დიახ, მსოფლიო მედია მედიატორის დაფუძნების დროს საბედისწერო 2020 წელს და ახლა როცა პროექტს ვანახლებ, არსებითად განსხვავებულია. დაფუძნების დღიდან და ცხადია ახლაც ჩემი პროექტი მოწოდებულია ქართულენოვანი მომხმარებელი დააკავშიროს მსოფლიოს გავლენიან მედიასთან, უშუალოდ მის პროდუქტთან, პირველ წყაროსთან, ენასთან, როგორითაც მსოფლიო ანალიტიკური მედია აღწერს თანამედროვე რეალიებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ მასალებში არ იქნება სუბიექტივიზმი, ინტერესების მომსახურება, მიზანმიმართულობა, ღია ან ფარული პროპაგანდა, მაგრამ ჩემი ამოცანაა ქართულენოვან მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება თავისი სარკისებრი ნეირონები გაწაფოს განსხვავებულ ნარატივთა ამოცნობაში, რომ ზოგადად გაფართოვდეს მისი ინდივიდუალური დიდი სურათი, big picture, ანუ გლობალური ხედვა, რაც თანამედროვე ქაოსის ეპოქაში, ექსპონენციურად აჩქარებულ დროში მნიშვნელოვნად გაადვილებს მის კოორდინაციას გლობალურ რეალობაში. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ Global Times-ის ნარატივს ორ ანალიტიკურ სტატიას. Global Times-ი ჩინურად ხუანცირშიბაო, გავლენიანი ჩინური გამოცემა, ტაბლოიდი, რომელიც ასახავს პეკინის ინტელექტუალურ და საგარეო პოლიტიკურ ხედვებს და ფაქტობრივად გვევლინება ინდიკატორად იმისა, თუ როგორ ხედავს ჩინური establishment-ი გლობალურ პროცესებს. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე. ჩვენ შევკრავთ ერთ დიდ ანალიტიკურ სურათს ორი სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სტატიის საფუძველზე. ორივე მათგანი პასუხობს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უყურებს მსოფლიო, განსაკუთრებით აზია და განვითარებადი რეგიონები, ჩინეთს როგორც სტაბილურობისა და განვითარების ახალ ცენტრს? სტატიაში კარგად ჩანს, როგორ იცვლება ძალთა ბალანსი და მოლოდინები საერთაშორისო პოლიტიკაში. პირველი სტატია 25 წლის 22 დეკემბრისაა და პასუხის მცდელობაა სათაურშივე დასმულ მთავარ კითხვაზე: რატომ ეძებენ რეგიონული აქტორები ჩინეთისგან სტაბილურობის დივიდენდს? სტატია ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტენდენციაზე. რეგიონული ქვეყნები, განსაკუთრებით აზიაში, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ჩინეთს, მაშინ, როდესაც დაძაბულობა კრიტიკულ ფაზას აღწევს. სტატია იწყება ორი კონკრეტული დიპლომატიური ფაქტის კონსტატაციით, რომლებიც ერთ დღეს მოხდა, მაგრამ ერთსა და იმავე გზავნილს ატარებდა. პირველ შემთხვევაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ცალ-ცალკე სატელეფონო საუბრები გამართა კამბოჯისა და ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ორივე ქვეყანამ ღიად აღნიშნა, რომ მიესალმება ჩინეთის შუამავლის როლს და იმედს გამოთქვამს, რომ პეკინი დაეხმარება დაძაბულობის შემცირებასა და მშვიდობის აღდგენაში. გამოყენებულია ტერმინი shuttle mediation, ანუ მაქოს მედიაცია, მაქოს დიპლომატია. ტერმინი ჰენრი კისინჯერს უკავშირდება, თუმცა მისი შინაარსი ალბათ მსოფლიოს ისტორიის ყველა ეტაპზე არსებობდა. ანუ რა არის მაქოს დიპლომატია, მედიაცია? ეს არის შეურიგებლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის მესამე ძალის წარმომადგენელთა კულუარული ან ნახევრად ოფიციალური მისვლა-მოსვლა, ძალისხმევათა თანმიმდევრული ჯაჭვი, რომელსაც მშვიდობის დამყარებისკენ მიჰყავს ისინი. მეორე შემთხვევაში სამხრეთ კორეის წამყვანი საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, რომ სეულსა და პეკინს შორის გაიმართა სტრატეგიული დიალოგი, სადაც სამხრეთ კორეამ ჩინეთს თხოვა ხელი შეეწყო ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის. სტატიის ავტორები ამ ორ кейსს ერთ საერთო დასკვნამდე მიჰყავს. რეგიონული ქვეყნები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას: რა შეუძლია ჩინეთს და შეუძლია თუ არა მას უკეთ შეასრულოს სტაბილიზატორის როლი, ვიდრე ამ პროცესებში ტრადიციულად ჩართულმა გარე ძალებმა? რატომ ჩნდება ასეთი მოლოდინი? სტატიის მიხედვით ეს მოლოდინი შემთხვევითი არ არის და არც ემოციურ რეაქციას ეფუძნება. ის წარმოადგენს რაციონალურ პასუხს რეგიონში გარემოს ცვლილებაზე. პირველ რიგში აზიაში არსებული ბევრი კონფლიქტი ისტორიულად ჩამოყალიბდა კოლონიური ეპოქისა და ცივი ომის დროს. საზღვრები, გავლენის სფეროები და დაპირისპირების ხაზები ხშირად გარედან იქნა დაწესებული და არა ადგილობრივი კონსენსუსით.
მეორე მხრივ ტრადიციულმა გარეჩარევამ ხშირ შემთხვევაში გააღრმავა დაპირისპირება, გადააქცია რეგიონული დავები დიდი ძალების კონკურენციის ნაწილად, ანუ ეგრეთ წოდებული პროქსი კონფრონტაციებად და კონფლიქტები გახადა უფრო ხისტი და რთულად მართვადი. ამ პირობებში რეგიონული ქვეყნები სულ უფრო მეტად ეძებენ სტაბილურობის ახალ საყრდენს, რომელიც გეოგრაფიულად ახლოსაა, ეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონთან და არ მოქმედებს მხოლოდ გავლენის სფეროების ლოგიკით. რატომ აღმოჩნდა ჩინეთი ამ როლში? სტატია ხაზს უსვამს რამდენიმე ფაქტორს. პირველი ეს გახლავთ ეკონომიკური სიმძლავრე და ურთიერთობები. ჩინეთი მრავალი ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რაც მას აძლევს გავლენის მშვიდობიან ბერკეტებს. მეორე, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, რეგიონული კავშირები ჩინეთის ჩართულობას ხშირად აუცილებელს ხდის და მესამე, დიპლომატიური მოქნილობა. ჩინეთი ხშირად სთავაზობს კომუნიკაციის არხებს, მედიაციის პლატფორმებს და დეესკალაციის ეფექტიან მექანიზმებს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთისთვის ეს მდგომარეობა ერთდროულად შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც, რაც უფრო იზრდება მოლოდინი, მით უფრო რთულია ყველა მხარისთვის მისაღები პლატფორმების შექმნა და კრიზისებზე ეფექტური რეაგირება. სტატიაში აზიური გზა სერიოზულ ალტერნატივად განიხილება. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისია იდეა, რომ რეგიონული პრობლემები უნდა გადაწყდეს რეგიონული მექანიზმებით. ეგრეთ წოდებული აზიური გზა გულისხმობს მუდმივ დიალოგს, ეტაპობრივ პროგრესს, სუვერენიტეტის პატივისცემას და არასწრაფ ძალისმიერ საბოლოო რადიკალურ გადაწყვეტილებებს. ეს მიდგომა არ არის სლოგანი, არამედ ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული დასკვნა აწერენ სტატიაში. ამით პირველი სტატია გვაძლევს მკაფიო პასუხს, რომ ჩინეთს უყურებენ სტაბილურობის წყაროდ, რადგან ის კონფლიქტების მართვას ახერხებს და არა მხოლოდ მათ გადავადებას ან გაღრმავებას. აქ ბუნებრივად ჩნდება ორი კითხვა: როგორ შეუძლია ჩინეთს ასეთი როლის შესრულება, რა დგას მისი როგორც მასტაბილიზებელი ფაქტორის უკან პრაქტიკულ დონეზე? ამ კითხვას პასუხობს მეორე სტატია, 21 დეკემბრის პუბლიკაცია. ეს გახლავთ ინტერვიუ ბრაზილიელ ექსპერტთან, ანუ ბრიქსის ქვეყნის წარმომადგენელთან, სახელწოდებით დღევანდელი ჩინეთი მაგარია, რადგან ის ძალზე სწრაფად აქცევს იდეებს ყოველდღიურ რეალობად. მოკლედ, დღეს ყველაზე სწრაფი იმპლემენტატორია იდეების და ინოვაციების. რატომ არის ჩინეთი cool, როგორც სტატიაში წერენ, ანუ მაგარი და რას ნიშნავს ეს რეალურად? მეორე სტატია Global Times-ის სერიიდანაა What Makes China Cool, ანუ რითაა ჩინეთი ასეთი მაგარი. ბრაზილიელი ეკონომისტის ელიას ჯაბურის შეფასებით 2025 წელს ჩინეთმა უბრალოდ უახლესი ტექნოლოგიები კი არ წარმოადგინა, არამედ ინოვაციის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ჩინეთმა გაამყარა პოზიციები ხელოვნურ ინტელექტში, რობოტიკაში, ბიოტექნოლოგიებში, ჭკვიან ტრანსპორტში და განახლებად ენერგიაში, ასევე კოსმოსურ ტექნოლოგიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური მზე. ეს არის ბირთვული შერწყმის ტექნოლოგია, რომელიც მომავალში კაცობრიობას სუფთა და პრაქტიკულად უსასრულო ენერგიას შესთავაზებს. ჯაბურის თქმით, ჩინური ინოვაციას აღენიშნება განსხვავებული ლოგიკა. მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ იგი არ ემყარება მხოლოდ ბაზრის სპონტანურ მოთხოვნას, სახელმწიფოს აქვს აქტიური როლი ინოვაციის მიმართულების განსაზღვრაში და ინოვაციის მიზანი სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ მოგება. დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც ინოვაცია ხშირად შეზღუდულია ბაზრის მოკლევადიანი ინტერესებით, ჩინეთში ტექნოლოგიები ძალზე სწრაფად გადადის ლაბორატორიიდან რეალურ ცხოვრებაში. ასევე ჩინეთი ქმნის მოთხოვნას სახელმწიფო შესყიდვებით, ადგენს დანერგვის მიზნობრივ მაჩვენებლებს, აშენებს ინფრასტრუქტურას წინასწარ. ამის მაგალითია ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა, ციფრული სერვისები და ენერგეტიკული სისტემები, რომლებიც უკვე მთელ ქალაქებს მოიცავს. ჯაბურის თქმით, ჩინეთის მთავარი წვლილი გლობალურ დონეზე არის არა იდეოლოგია, რაც მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას, არამედ მოქმედი გადაწყვეტილებები, სუფთა ენერგიის გაიაფება, მწვანე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა განვითარებადი ქვეყნებისთვის. ეს სერიოზული სიგნალია, რადგან მწვანე იდეოლოგიები დასავლეთს ჰქონდა მონოპოლიზებული აქამდე და განვითარებად ქვეყნებზე დომინირების ინსტრუმენტად განიხილებოდა და ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის კეთილდღეობისთვის. მოკლედ, Global Times-ის წარმოდგენილ სტატიათაგან მეორე, პირველის ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან პირველი სტატია გვაჩვენებს, რატომ ენდობიან ჩინეთს როგორც სტაბილიზაციის ფაქტორს, ხოლო მეორე გვაჩვენებს, რატომ აქვს ჩინეთს ამის რეალური საფუძველი. მოკლედ, ჩინეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც აშენებს ინფრასტრუქტურას, ავითარებს ტექნოლოგიებს, ქმნის განვითარებით
განვითარების პრაქტიკულ მოდელებს. სწორედ ამიტომ Global Times-ის ამ ორი სტატიის შეჯერებით იკითხება შემდეგი, რომ ჩინეთი სულ უფრო ხშირად აღიქმება როგორც სტაბილურობისა და განვითარების არქიტექტორი თანამედროვე მსოფლიოში. ჩინეთი ხდება სტაბილურობის შუამავალი, რადგან მას აქვს განვითარების რეალური რესურსი, მას ენდობიან, რადგან სწრაფად შეუძლია იდეების პრაქტიკაში გადატანა და მისი ძალა არ არის მხოლოდ სამხედრო ან დიპლომატიური, ის არის ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და სისტემური. სწორედ ეს ხდის ჩინეთს თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აქტორად, არა მხოლოდ ძალით, არამედ ფუნქციონირებადი ალტერნატივით. დღეს წარდგენილი მასალების გაცნობისას გაითვალისწინეთ, რომ ისინი მაინც ჩინური სახელმწიფო დღის წესრიგის ნარატივია, გამოიწერეთ მედია მედიატორი, დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში და გაგვიზიარეთ, როგორ ხედავთ ჩინეთის როლს გლობალურ პოლიტიკაში. წარდგენილი სტატიების ორიგინალი ინგლისური ვერსიის სრულად გაცნობა შეგიძლიათ ბმულში, რომელსაც ვიდეოს აღწერაში გაგიზიარებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.